Დავბრუნდით ეთერში რეგიონებში გაზმომარაგების ქსელი ფართოვდება პერიფერიულ რაიონებში ბუნებრივი არის მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდის ვალდებულება სოკარი იღებს. პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ უმსხვილესი აზერბაიჯანული კომპანიის პრეზიდენტი ახალი მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელებაზე თანახმა. გეგმა კი ასეთი იქნება გაზის გარეშე დარჩენილი სოფლების მოსახლეობამ ბუნებრივი არი უახლოეს 2 წელში უნდა მიიღოს. გაზის ჩირაღდანი გამოხატული კეთილინების ნიშნად. კომპანია სოკარი ქვეყნის რეგიონებში დამატებით 30,000 აბონენტის გაზიფიცირების ვალდებულებას იღებს. ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობა პერიფერიებში მალე 200,000 მიაღწევს. Мы выполнили программу, которая была... Ამ დრომდე კონტრაქტით აღებული ყველა ვალდებულება სოკარს შესრულებული ჰქონდა. პრემიერ-მინისტრის თხოვნით რეგიონების გაზიფიცირების გეოგრაფიას ვაფართოვებთ. ახალი პროგრამა კიდევ რამდენიმე 10,000 აბონენტს მოიცავს, რომელიც აქამდე გაზით ვერ სარგებლობდა. საქართველოს გაზიფიცირებაში უკვე 132 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩავდით. მიუხედავად იმისა, რომ პირველადი პროგრამა კაპიტალ დაბანდების 40 მილიონიან პაკეტს ითვალისწინებდა. აღებული ვალდებულების გათვალისწინებით ცხადია საინვესტიციო ოდენობა გაიზრდება, თუმცა ჯამურ მოცულობაზე საუბარი ნაადრევია. ამასთან სოკარი მოსახლეობის გაზმომარაგების ქსელთან მიერთების სტიმულირების სპეციალურ პროგრამას ახორციელებს, რომელიც მიერთების თანხის 2 წლიან განმავლობას გულისხმობს. ასე რომ წინაპირობები სრული გაზიფიცირებისთვის უკვე შექმნილია. ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში აზერბაიჯანულენოვანი სოფლებისთვის სოკარმა 53 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობა ცოტა ხნის წინ დაასრულა. პოლნისის სოფლებში 1200-მდე მოსახლეს საწვავით უკვე სარგებლობს. გაზიფიცირების თემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა სახელმწიფოში, ნორმალურ განვითარებულ სახელმწიფოში გაზის პრობლემის თემა არ სადარდგას და ჩვენ საქართველოშიც ეს პრობლემა ამოწურული გვექნება ძალიან მალე. ჩვენ არავის არ ვატყუებთ, ჩვენ არ გვითხოვთ რომ ეს პროცესი დაამთავრდა და აი გაზი მოვიდა, არა. ჩვენ ვთქვით რომ ეს პროცესი იწყება და სწორედ ამიტომ ამ პროცესის დამატებითი პროცესის დასაწყისია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემის აზრით, როდესაც ეს ღონისძიებები ინვესტორთან ერთად ტარდება, იმიტომ რომ მოსახლეობას ბუნებრივად უფრო მეტი იმედი უჩნდება იმისი, რომ სწრაფად და ეფექტურად მოხდება ამ პროცესის დასრულება. რეგიონული განვითარების გეგმაზე საუბრისას ხელისუფლება განმარტავს, რომ მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი ეკონომიკური შესაძლებლობა აქვს. მთავრობა ამტკიცებს, რომ წინამორბედის მანიპულაციური ტაქტიკისგან განსხვავებით სათანადო პოლიტიკური ნებაც გააჩნია. ნება ამთავარი. ამ არასპეკულაცია თემებით, როგორც დღეს სააკაშვილი აკეთებს სიტყვაზე. ანუ ნება იმისა, რომ პრობლემები მოისპოს. არა მანიპულაცია ამ ხალხით, არა არჩევნების წინ და ასე შემდეგ. არამედ ჩვენ გვინდა ეს ხალხი გზნობდეს თავს ღირსეულ მოქალაქეებად თავის სახელმწიფოში და რა თქმა უნდა ჩვენ ამის ნება გაგვაჩნია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვთვლით ფულებს ამდენ წავა ჯიბეში. ჩვენ ვთვლით ფულებს ამდენია საჭირო სახელმწიფოსათვის და ჩვენ ამის გავაკეთეთ აუცილებლად. რეგიონულ გაზგამანაწილებელ ქსელს სოკარი კომპანია iterას ქართული აქტივების ყიდვის შემდეგ ფლობს. აზერბაიჯანულ ენერგოჰოლდინგში განმარტავენ, რომ კაპიტალდებადი სამუშაოების მიუხედავად ბუნებრივი აირის საცალო ფასი ძველის მსგავსად ახალი აბონენტებისთვისაც იდენტური იქნება. კუბურ მეტრზე 45 თეთრი.